Paraskevis ტრადიციით საქმე საღამო შემოვერთა BMG-ის ანალიტიკოსი შოთა ტყეშელაშვილი, შოთა საღამო მშვიდობის. სალამი. და გამოვლენილი კვირის ეკონომიკურ და ბიზნეს მთავარ ამბებზე მოვისმენთ მისგან ანალიტიკას. ალბათ ინფლაციით უნდა დავიწყოთ, რომლის მაჩვენებელიც გამოქვეყნდა 4.8%. დიახ, საქსტატმა გამოაქვეყნა ნოემბრისთვის ინფლაციის მაჩვენებელი, საიდანაც გავიგეთ, რომ გასულ თვეში ფასების საერთო დონე გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.8%-ით. მართალია ეს შემცირება არის ოქტომბერთან შედარებით, რადგანაც წინა თვეში იყო 5.2%, ხოლო ნოემბერში გახდა 4.8%, თუმცა ამის მიუხედავად ინფლაცია კვლავ ნარჩუნდება ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ზე უფრო მაღალ ნიშნულზე და რაც მთავარია, გაძვირება შეეხება ყველაზე მეტად იმ სასურსათო პროდუქტებს, რომლებიც მოსახლეობის ჯიბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და სურსათის მიმართულებით 9%-ს აღემატება. ინფლაცია, ხოლო პურპროდუქტების თვალსაზრისით კი ზრდა 20%-ს აჭარბებს. ჩვენ გვახსოვს, რომ გასული თვის დასაწყისში დაკორექტირდა პურის ფასი და ეს ინფლაციის მაჩვენებლებზეც აისახა. შოთა, როგორც ვიცით, ზრდა მხოლოდ ინფლაციის მიმართულებით არ აქვს ქვეყანაში, ასევე არის გაზრდილი ეროვნული რეზერვების მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, როგორი არის რეზერვების მაჩვენებელი და საერთოდაც ეს ზრდა რა ფაქტორებით არის განპირობებული? დიახ, დღეს გამოაქვეყნა ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვების ამსახველი სტატისტიკა, საიდანაც გავიგეთ, რომ წინა თვეში 213 მილიონი დოლარით გაიზარდა სავალუტო რეზერვების მოცულობა და მან 5 მილიარდ 800 მილიონ დოლარს მიაღწია. დიახ, და ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რაც აქამდე სავალუტო რეზერვებს ჰქონია. და მასში ორმა ფაქტორმა ითამაშა წვლილი, ეს არის სების მიერ ოქროს შესყიდვის გათვალისწინებით ოქროს ფასის ზრდა, 40 მილიონი დოლარის ეფექტი ჰქონდა ოქროს გაძვირებას, ხოლო დანარჩენი თავიდან ბოლომდე უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვას, რასაც კი გასული თვის განმავლობაშიც ჰქონდა ადგილი და ზუსტი სტატისტიკა მიმართულებით 25 დეკემბერს გახდება ცნობილი. თუმცა ცნობილია, რომ წელს ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარის რეზერვები შეისყიდა და სწორედ ამას უკავშირდება ძირითადი მდგენელი, თუ რატომ გაიზარდა. ადრე შეკითხვები ღირდა თუ არა უყიდვა მაშინდელ ოქროს რეკორდულ ფასზე, მაგრამ როგორც ჩანს ღირდა ნამდვილად იმ ხელ ამონაგები მიიღო ეროვნულმა ბანკმა. უფრო მეტიც რომ შეესყიდა, ამჟამად რეზერვები ბევრად უფრო მაღალ მაჩვენებელზე იქნებოდა. სავარაუდოდ რაღაცა რისკების გადაზღვის ნაწილში მეტი არ იყიდეს, თუმცა პორტფელიში ზედმეტად ბევრი ოქროც არ შეიძლება. არ არის რეკომენდებული. თუმცა როგორც მიმდინარე ფასები აჩვენებს, პირიქით რეკომენდებულია. აზერბაიჯანულ გაზის თემაზე იყო გარკვეული მოლაპარაკებების საკითხები. ამ მხრივ რა ხდებოდა მიმდინარე კვირაში, რა ინფორმაცია იყო და ასე ვთქვათ, რა ტიპის დასკვნები შეგვიძლია გავაკეთოთ? დიახ, ისევე აქტუალური გახდა ის თუ რა ფასად შეიძენს საქართველოს აზერბაიჯანისგან ბუნებრივ აირს, რადგანაც მომდევნო წელს ეწურებავა და იმ მრავალწლიან ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველოს დამატებით გასყიდულობდა, ეს იყო წელიწადში დაახლოებით 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი და სწორედ აღნიშნული გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები. წინასწარ უცნობია თუ რა ტარიფად, რა ფასად შეიძლება შეისყიდოს საქართველოს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი, თუმცა სავარაუდოდ ექსპერტები მიანიშნებენ იმაზე, რომ ფასი არ იქნება ისეთივე დაბალი, როგორც ეს აქამდე იყო და შესაბამისად სოციალური ფასი იყო. ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც ცვლილება მოხდეს მომდევნო წლიდან. კი ბატონო, მადლობა შოთას ჩართვისთვის და ინფორმაციის გაზიარებისთვის, მთავარი ეკონომიკური და ბიზნეს მოვლენები, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოვიდა. შოთა ტყეშელაშვილი იყო საქმეის საღამოს პირდაპირ ეთერში. მადლობა მას კიდევ ერთხელ.